3-2-1-0 თქვენ მისტიკოლის სახზე ხართ. დღეს ჩვენ გვაქვს ახალი სპორტული ჩელენჯი. მე არ ყავს ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი ჰერმანი. ის აქ არის იმ მიზეზის გამო, რადგან დღეს ჩვენ კარატის ჩელენჯი გვაქვს. დღეს საოცარი მწვრთნელი გვეყოლება. და მისი სახელია ლეილა. დღეს როგორც ყოველთვის 5 ტური გვაქვს და დამარცხებულისთვის 5 სასჯელი. ვიდეოს ბოლოს კი გავიგებთ ვინ გაიმარჯვა ჩელენჯში. ჩვენ კი მწვრთნელი ლეილა გამგრჯის. ჰერმანი დაგავიწყდა. აბა მზად ხართ პირველი გამოწვევისთვის? კი. დავალების შემდეგ კულებს გამოვაცხადებ, გვეყოლება გამარჯვებული და დამარცხებული. ვინ არის ეს პირველ სასჯელს? მე. ნიკოლი პირველი იყო. რა ირონიულია. შურის ძიება. იქნებ ჰერმანმა შური იზიოს ჩვენზე. წავიდეთ ჩვენს პირველ მისიაზე. ტირვერილებს დიაკი კაცუკი ნავაშიგირე ქვია. რა? ხო, და მილეთის სახელის თქმა არის მისია. ის ასე გამოიყურება. ვაიმე, კინაღამ თავი წამაცალა. ძალიან მინდა მასთან ერთად პაემაზე წასვლა. მეც. ახლა ჩვენ უნდა გადავჭყვიდოთ, რომელი ჩვენგანი იქნება პირველი. ჯეირანი. Yes, მე ბოლო ვარ. ჯეირანი. მე მეორე ვარ. ახლა კი ჩვენ გავიგებთ, ვინ იქნება მეოთხე და მესამე. ჯეირანი. ზლატა. ასე რომ პირველი იდეთი ჩემი პირველი კარატის ჩელენჯზე. ფიქრობ, რომ ყველაფერი მხიარულად, მაგრამ რთულად წავა. სასასიოდ გააკეთა, ხო? მაშ ბოგდან, ახლა შენ სცადე. ბოგდან. ბავშვობაში ორი რამ მომწონდა, ჭამა და ჩხუბი, მაგრამ ჭამამ გაიმარჯვა. ნიკო. ჯერჯი კარგია, რომ ეს კაცი რაღაცნაირად დაბალია, თითქმის ჩემს სიმაღლეა და მეორეც ის გავს სპორტ დარბაზის მასწავლებლებს, რომელმაც გამაბრაზა. ამიტომ სიამოვნებით შევასრულებ ამ დავალებას. ჟენია. მეგობრებო, მთავარია შარვალი არ გაიხიოთ, რადგან ქუჩაში ფეხებს შორის გახეული შარვლის სიარული არავის უნდა. კარგი, წავედით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბურთს ავიჭე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორად დავარტყა. კარგი, მოდი ნახოთ ქულები. წავედით. კარგი, რა ხდება? მზად ხართ ქულების მონაცმენად? კი. პირველ ადგილზე ორი ადამიანი ყავს. კატია და ნიკოლი. გოგონება ცხაკულა და აგროვეს. მეორე ადგილზე ჩვენ ყავს ჟენია. ჟენიას დრაკულაკს. მესამე ადგილზე კი ზლატა და ბოგდანი ყავს. მათ 7 კულა აქვთ. წავედით და სასჯელს უყუროთ. აბა ვნახოთ ვინ შეასრულებს სასჯელს. ჯეირანი. მოვიგე. ასე რომ სასჯელის აზრი იმაშია, რომ უნდა დაურეგო შენს მათემატიკის მასწავლებას და უთხრენ, რომ მათემატიკა არასდროს მოგწონდა. და რომ ეს საგანი გეზიზღება. შოკში ვარ. მიდი, აბა დარეკე. ალო? გამარჯობა, გალინა ვასილიევნა. ზლატა ვარ. ზლატა, გამარჯობა, ჩემოზურიფასო, გამარჯობა. დიდი ხანია ამრსმენია შენგან. დიახ, გალინა ვასილიევნა. რაღაც მინდოდა მეთქვა. მათემატიკა ძალიან საზიზღარია. და მზულს თქვენი საგანის და თქვენს. ზლატა, შენ ხარ? რა გჭირს, ზლატაჩკა? კარგად, უბრალოდ ამის თქმა მინდოდა. კარგად ხარ? გადავწყვიტე, რომ სიმართლე მეთქვა. ზლატა, შოკში ვარ შენ ზოგადად. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მუღიმღამო და სუდელი იყავი. ყველაზე ცუდი მოსწავლე ხარ კლასში. სულ ეს არის ის თქვენს მინდოდა. მეც დიდი ხანია ამის თქმა მინდოდა. თქვენც კი დოცავთ ახალზელს. მაგარი მილოცვა იყო. კარგი, მოდი მოვისმინოთ შემდეგი დავალება.
კარგი, მოვედით. სათხად მეორე დავალებისთვის? კი. ჯერ დამარცხებულ სასჯელი უნდა აურჩიოთ. მე. ფიქრობ ზლატა პირველი იყო. სპაიდერმენი. ყველას აქვს ნახი სპაიდერმენი. ბოლო ნაწილში ვინც არის ის მან ყველას მეხსიერება წაუშალა. გონია რომ სასჯელის მეხსიერებასთან იქნება დაკავშირებული. ო, მე და ნიკოლმა ეს კინოთეატრში ვნახეთ. ფიქრობ ეს მეხსიერებასთან არის დაკავშირებული. მოდი დავალება ვნახოთ. შემდეგი ილეცია პერემენი. აუ, ეს მართლაც თუად გამოიყურება. ზლატა. არ მომწონს რომ ადამიანი ვარ და ჰერმანი. თითქმის ადამიანი ვითაა. ის ნამდვილად ბოროტად გამოიყურება. მაგრამ მაინც არ მომწონს. ასე რომ მოდი ვცადოთ. არ შევცდეთ და ვიყოთ სპაიდერმენი. მოდი გავაკეთოთ ეს. ბოგდან. ყოველთვის მინდოდა ეს ილეთი გამეკეთებინა, მაგრამ აქამდე არ მიცდია. მიდი გათიშე. ნიკო. ჩვენ მაწვდომა თქვა რომ ის კარატეში რიტმული ტანვარჯიშიდან გადავიდა. ვეკი აქამდე მხოლოდ რიტმულ ტანვარჯიშს ვაკეთებდი. მე კარგი ელასტიკურობა მაქვს. ასე რომ მოდი ვცადოთ ეს. გავახაროთ ნელი. ჟენია მიდი. მეგობრებო, შეამჩნიეთ რომ ამ სავარჯიშო კაცს ბოროტული სახე აქვს. მე ამიტომ მე ახლა წავალ და მას თავში ჩავარტყამ. კარგი, დავიწყეთ. მზად ხარ, ჰერმან? კატია. რა უნდა ვთქვა, ეს ილეთი ალბათ რთული იქნება, მაგრამ მოდი ვცადოთ. მოდი გავიგოთ ქულები. წავედით. პირველ ადგილზე ჟენია. Yes! მას 10 ქულა აქვს. Yes! მეორე ადგილზე ზლატა და კატია არიან. გოგონებს 9 ქულა აქვს. მესამე ადგილზე ბოგდანია. ბოგდანს 8 ქულა აქვს. ბოლო ადგილზე კი ნიკოლია. ნიკოლს 7 ქულა აქვს. მინდოდა თმელსი ამაყა ჩემით და ბოლო ადგილზე გავედი, სანაცილოა. და სასჯელი, ასე რომ ნიკოლ, კარგია რომ ეს ზედა გაცვია, რადგან დღეს სპაიდერმენი გახდები. რა? ასე რომ ადიხარ სკამზე და შემდეგ ბოძზე დაგაბამენ. გონი ცურავ. სპაიდერმენი! და ფეხები? დაუშვი. ნიკოლ, წარმატებები შენ ცხოვრებაში. მორჩა, სულ ესაა, წავედით. მართლა ასე მტოვებ? კარგი რა. სათხარ შემდეგი დავალებისთვის? კი. მამამდე კი სასჯელი უნდა ავარჩიოთ. მე. წავიდა, დავატრიალოთ. რა მოვიდა? აგი ძველი ჩაპალაჩი. ჩაპალაჩი. ქოთანს დადემენ შესთავზე და ბამ! მოიცა, მოდი ვნახოთ შემდეგი ილეთი. წავედით. ოპერატორო, მიდი. ასე რომ შემდეგი და სქვია ტომი იოკი კერი და ამისთვის დაგჭირდება ჯოხი. ტომი იოკი კერი? საჭმენივით ჟღერს. ჩვენ ამ დავალების შესრულებისთვის დაბკოლებას უნდა გადავახდეთ და განვახორციელოთ დარტყმა. ვაუ, ეს რაღაც ექშენ ფილმია? ზლატა. მე მხოლოდ ფიგურული სრიალი ვიცი. ეს ილეთი სრული ფიასკო იქნება ჩემთვის. წესით ძალიან იხალისებთ. ნუ გადართავთ. ფიასკოა, ძმაო. ბოგდან მიდი. ბოგდან. ნახტომია საჭირო და გრავიტაციამ უკვე დამსაჯა, ასე რომ კუნგ-ფუ პანდა წავიდა. ნიკო. ეს ჩემთვის ანიართული გამოწვევაა. არ ვიცი როგორ ვიბრძოლო. შეიძლება ოდესმე მომახერხო, მაგრამ ჯერ არა. მე სპაიდერმენის სასჯელი არ მომეწონა და მეშინია შემდეგი სასჯელის მე არ მივიღო. აბა მოდი ვცადოთ, ხარი დამიჭირეთ კომენტარებში. ჟენია.
ხომ ხედავთ ამ ნიშანს, თუ დააჭერთ ამ ღილაკს ეს მალე გვექნება. ამიტომ თქვენ უნდა გამოიწეროთ არხი. კატია. ჩემი მოწოდება გაბრაზებული ვიყო, ასე რომ კარგად მომეკეცით ბიჭებო. მოდი გავიგოთ ქულები. ასე რომ პირველ ადგილზე ყავს კატია. ისევ. შესანიშნავი ტექნიკა და 10 ქულა. მეორე ადგილზე ნიკოლი და ჟენია. მათ ხაკულობთ. მესამე ადგილზე კი ზლატა და ბოგდანია. მე კარგად გავაკეთე. ხო, მეც კარგად გავაკეთე. კარგი იყო, მაგრამ ტექნიკა დაგაყდათ. 8 ქულა. ოჩა. ოდი წავიდეთ შევასრულოთ. წავედით. მეგობრებო, დღეს ჩვენ სისწრაფეში და მოქვინილობაში ვეჯიბრებით ერთმანეთს. ნახოთ, რამდენად ძლიერი და მოქნილი ხართ. არსებობს ჭორი, რომ ყველაზე ძლიერ და მოქნილ ბავშვებს არხის გამოწერა შეუძლიათ. ნახოთ, ასეთი ხართ თუ არა? სანამ მე ამ მანეკენს ვცემ, სადედად გამოიწერე. ნახეთ, რამდენად ძლიერი და მოქნილი ხართ. დავიწყეთ, სანამ მე ამ მანეკენს ვცემ, გამოიწერე. თუ მოახერხებ გამოწერას, ყველაზე ძლიერი და მოხერხებული გამომწერი იქნები. გილოცავთ და არ დაგავიწყდეთ მოწონება. კარგი, მოდი გავაგრძელოთ. დამარცხებულის გასარკვევად ჯეირანს ითამაშებთ. ჯეირანი. ისევ. მაგრატელი უნდა გაიაკეთე თერმინა. ისევ. აბა, შევასრულოთ სასჯელი? ზლატ, ძალიან წუხარ, მაგრამ უნდა გააკეთო. ვაჰ, ეს მეც კი გავიგონე. ასე რომ მზადხარ შემდეგი ლეთისთვის? კი. ვინ დაატრიალებს? მე. რა ხდება? დაატრიალე. ანაღმოლიველი. ანაღმოლი ველი? იმედი აქარავის გაუკუებია. მის საპონელად ქუჩაში უნდა გავიაროთ. მოდით გადავიდეთ ილეთზე. მოდი წავიდეთ. ასე რომ ჩვენი მიზანია ბოთლის ჩამოგდება მავაში გერის დარტყმით. ეს არის ჩვენი შემდეგი დავალება. ზლატა. ელასტიკურობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დავალებაში და ვფიქრობ ეს მაქვს. იმედია ჩემი თვისება არ მიმატოვებს. რადგან გავიგე ჭორი რომ სასჯელი ძალიან მკაცრი იქნება. ბოგდან. ისეთი განცდა მაქვს თვითონ ზლატასავით დავეცემი. ჩემი